ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი საკრებულოს ახალ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. სატენდერო მოთხოვნის თანახმად შერჩეული კომპანია თავად არის ვალდებული ჩაატაროს ექსპერტიზა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, მოცულობასა და ფასებზე ლიცენზირებულ ბიუროში. საკრებულოს წევრი გადაწყვეტილებას კერძო ბიზნესმენებისთვის ჯიბეში ხელის ჩაყოფა დაფასებს და აცხადებს, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება ქედის საკრებულოს და გამგეობის მიერ შექმნილ მიმღებ კომისიას ევალება. ელგუჯა ნაკაშიძე ქედის საკრებულოს და გამგებელს მიმართავს თავი შეიკავონ კერძო ბიზნესისთვის ხელოვნურად ფინანსური პრობლემების შექმნისაგან. ასევე საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს დაინტერესდეს ელექტრონული ტენდერების ნაკლოვანებებით. ქედის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით ახალი მოთხოვნა მხოლოდ 15,000 ლარზე ზემოთ განხორციელებულ სამუშაოებს ეხება. ბადრე დიასამიძე აქვე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტში არსებულ კომისიას მშენებლობების შესამოწმებლად შესაბამისი სპეცტექნიკა არ გააჩნია. სამუშაოების მიღება და შესრულება და ექსპერტიზა ევალება მიმღებ კომისიას, რომელიც შექმნილია ქედის საკრებულოს და გამგეობის მიერ. მინდა მიმართოთ ხოვნით ქედის საკრებულოს გამგებელს, რომ თავი დაანებონ კერძო ბიზნესისთვის ხელოვნურად ფინანსური პრობლემების შექმნას. რადგან თუ არენდობიან თავის გვემდებარე სამსახურებს, შესყიდვების სამსახურს არენდობიან თავისივე შექმნილ მიმღებ კომისიას, კეთილი იქნებონ გააუქმონ ეს სამსახურები. ჩვენი მაგის გამოსაზრდელი ის არ გვაქვს ხელსაწყოები, რომ ფუნდამენტი როგორა ჩასმული. ეს არის მარტო დიდი შენობები რო გეთება, მაგალითად 15,000 რო იქეთ გადაახსება. იმიტომ ვაგეთებთ მაგას, რომ ხარისხიანად და კარგი შესრულებული იყოს და ის პასუხისმგებლობა იგრძნოს ყველა, რასაც ვაგეთებთ. ტენდერი რომ ცხადდება, კეთილი იქნებონ, ისე მიიღონ მონაწილეობა თუ არ არის რა ვაგეთებთ.